მოდი ეს გაშლა ვნახოთ ახლა მეგობრებო. ეს იქნება იმ ადამიანებისთვის გაშლა, ვინც მეორე ნახევარს პოულობთ, ვერ პოულობთ. არ გამოგდით ურთიერთობა, არ გეწყობათ საბოლოო ჯამში ინგრევა ურთიერთობა. მისი მხრიდან, თქვენი მხრიდან რაღაცეების შეუწყებლობების მხრიდან თუ საერთოდ რისი ბრალია და გაინტერესებთ უბრალოდ რას აკეთებთ არასწორად და რატო არ გამოგდით ურთიერთობა. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვოთ და წარმართოთ რაღაცა კარგი ურთიერთობა, მშვიდი და სულიერად კმაყოფილი გრძნობდეთ ურთიერთობაში თავს. და არ იყოთ ხალატის რაღაცა მდგომარეობაში, სამკუთხედებში, ზურგშექცევის, მოკლედ. ასეთი გაშლა იქნება, ვისაც გაინტერესებთ ეს თემატიკა და იდენტიფიკაციით გავიგებ ახლა ვიმბრძანდებით თქვენ რომ მიხვდით რამდენად თქვენზე ეს გაშლა რა ენერგიებში ხართ თუ დაემთხვევა უყურეთ ბოლომდე თუ არ დაემთხვევა სხვა ვიდეოებს ჩემ გვერდზე გადაავლეთ თვალი და უყურეთ ძალიან ბევრი მაქვს ნაკლებობას არ განვიცდით ყოველ შემთხვევაში შეძლების და გვარად მაქსიმალურად განებივრებთ ჩემი მხრიდან ასეთი საერთო გაშლებით პირადი გაშლებისთვის ლინკი არის Telegram-ის ქუჩივე, შეგიძლიათ იქ მომწეროთ, ან აქ მომწეროთ პირადში და გაგაცნობთ დეტალებს და ფასებს. ყველა საერთო გაშლა რასაკვირველია მეგობრებო, საოცრების დონეზეც კი ვერავინ ვერ დაიჯერებს და წარმოუდგენელია, რომ ყველას ემთხვეოდეს და ყველასთვის იყოს ყველა გაშლა. ლოგიკურია და ამაზეც ნუ გაბრაზდებით და ნუ მიწერთ, რომ ეს გაშლა როგორ არ არის ჩემი, რატო არ არის და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა თქვენი აქტიურობისთვის, რომელიც აუცილებელია ენერგოცვლისთვის, რომ მიიღოთ ჩემგან ნათქვამები, აუცილებლად დამილაიკეთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი ორივე TikTok და YouTube გვერდი და მადლობა ყველა აქტიურობისთვის. გააზიარეთ, რომ უცნობებად ნახონ და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია თქვენი დახმარებით მოხდება ეს ყველაფერი, რისთვისაც მადლობას გიხდით წინასწარმე. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? კოშკი ურთიერთობა დაგენგრათ, სამუშაო დაგენგრათ, თუ ეცრათ თუ არ ვიცი, ოჯახური სტაბილურობა დაგენგრათ, რაღაცნაირად წარმოუდგენელად მეხი გავარდა თითქოს თქვენ მოწმენდილცაზე და ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო რაღაცა ნაწილისთვის ურთიერთობის თემა ნამდვილად, სადაც ფიზიკური ურთიერთობაც ამ კარტით მოისაზრება ჟეზლიარი ეს სადაც ცეცხლოვანი ენერგეტიკა ჭარბობდა, ასე ვთქვათ, ახალი დაწყებული იყო, ახალი ურთიერთობა იყო, რაღაცნაირად აღტკინება გქონდათ ამ ადამიანის მიმართ და უეცრად ესე ჩამოიშალა ყველაფერი. შეიძლება ახალი დაწყებული სამუშაო თემატიკა გქონდათ, ახალ თემაც საერთოდ მოკიდეთ ხელი და რაღაცნაირად ახლებურად მიუდექით ამ სიტუაციას, მაგრამ აი ჩამოინგრა არ ის რასაც საფუძველი არ ქონდა დღეს თუ არა ხვალ მაინც დაინგრეოდა ამასთან დაკავშირებით გულს ნუ დაიწყვიტავთ და ნუ დაიდანაშაულებთ თქვენ თავს ამ მომენტისთვის რომ რატო დამანგრიე და ჩემი ბრალი იყო იმიტომ რომ ამ ყველაფერს რაც დაინგრა რაზეც ახლა საუბარი მაქვს და ურთიერთობაზე გვაქვს ჩვენ ეს გაშლა საფუძველი მყარი არ ქონდა აქ ყველა ვარიანტში მოხდებოდა დღეს თუ არა ხვალ ნგრევა მაგრამ ტუს ხმალი და ტუს თასი არის კალოდის ძირში ეს არის ტუს თასი და ტუს ხმალი და ტუს ჟეზლი მეგობრებო სამი ტუზი ამოვიდა საოცრებაა პირდაპირ საერთოდ ძველი პერიოდიდან პატარა ინფორმაციას მოგაწვით სადაც სამი ტუზი ამოდიოდა გაშლებში იქ პირდაპირ მთავრდებოდა ხოლმე ის გაშლა ტაროლოგების მხრიდან ანუ იყო ასე ვთქვათ, ეგრეთ დავარქვათ, ეგრეთ წოდებული პასუხი იმისი, რომ ჩაფიქრებული ამ გაშლასთან დაკავშირებით 100% დასრულებადია სამი ტუზი ზედიზედ როცა ამოდის. ერთი ამოვიდა იდენტიფიკაციისასვე და ორი კალოდის ძირში ტუს თასი და ტუს ხმალი. პრინციპში მე აქ უნდა დავასრულო წესით და რიგით ეს გაშლა, რომ ეს თემატიკა ასრულებადია და
შეცვლადობადია, ასე ვთქვათ და ყველაფერი უნდა გაანალიზოთ გონებით, ვინაიდან თქვენ კარტი მიჩვენებს, რომ გამჭრიახი გონება გაქვთ ძალიან და კარგად შეგიძლიათ ავიდა კარგის გარჩევა, ასე ვთქვათ, და არ ხართ გონება და მინდული პიროვნება და ასევე არის ისიც, რომ თქვენი ემოციები ხშირად ძალიან ზედმეტად მიმდობი ხართ, ძალიან ზედმეტად თბილი ხართ, ზედმეტად მოსიყვარულე ხართ, აი ამ თასით საერთოდ ტუსთასიდან ემოცია და ზღვა და წყალი, სითხე გადმოდის ხოლმე როგორც წესი არის იმდენი ემოცია, რომ ეს თასი ვერ იტევს და გადმოდის, აი ეს ემოციური ფონი ძალიან ბევრი გაქვთ ხოლმე, ამას გეტყვით და შეძლების დაგვარად თავი უნდა მოვთოკოთ ემოციურად, იმიტომ რომ ზედმეტი არაფერი არ ვარ, ზედმეტი სიყვარულის გაცემაც კი სამწუხაროდ ასე ხდება, რომ რამდენადაც შენ თავს გაიუფასურებ, კი არ ქვია უფრო ამას, უფრო ქვია, რომ ზედმეტად თან გადაყვებ და ზედმეტ საგრძნობინებ ადამიანს, რომ ის შენთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი პიროვნება, იმდენად უფრო მეტად თავს მოგჭრიან, აძლევ ხმალს, ასე ვთქვათ, მის ხელში, აძლევ თავს და კისერს მის ხელში, რომ ძალიან მალე და იოლად გამოგისვას უფრო დაუნანებლად, ასე ვთქვათ, ხმალი და მოგკლას და მოკლას ეს ურთიერთობა, რადგან მე სტრესებში ვარდებით ხოლმე. წესით აქ მე უნდა ვასრულებდე ახლა ამ გაშლას, მაგრამ ერთ კითხვას მაინც დავუსვავ, ანუ ეს ვითარება, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, რატომ არ გამოდის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტი ემოციის და სიყვარულის გაცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის უანგაროდ. თქვენი მეორე ნახევარზე აქ საუბარი და იმ პიროვნებაზე, ვიზეც ასე ვთქვათ, ემოციური ფონი გემართებათ ხოლმე, ზედმეტად ემოციური ფონი გემართებათ და მე თქვენ თვითონ იტანჯებით, უძილობით, სტრესებით, საკუთარი თავის დადანაშაულებით, ესე რო არ მეთქვა, ესე იქნებოდა და ჩემი ბრალია, აი ამ მომენტში თავს იდანაშაულებთ ხოლმე ყოველთვის და პრინციპში თუ ენერგეტიკულად მიხვდით და ამდენი იდენტიფიკაციასთან ერთად იმასაც გეუბნებით, რა არის თქვენი დანაშაული, სამი ტუზის მხრივ იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი დროებითია და თქვენი ოცნება თქვენ მეორე ნახევართან, ნამდვილ მეორე ნახევართან შეხვედრის არის ჯერ კიდევ წინ, ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ გელოდებათ წინ. სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში და ეს არ არის მხოლოდ ჩემგან იმედის მომცემი სიტყვები, მეგობრებო, იმიტომ რომ სამი ტუზი მაძლევს ნამდვილად ამის შეგრძნებასაც და ამის ენერგეტიკულ წაკითხვასაც და მე როგორც ტაროლოგი ძალიან მიხარია ხოლმე, როცა კარგი გაშლა გამოდის და გაბედნიერებთ, დამიჯერებთ, მე 100-ჯერ მეტად ბედნიერი გამოდივარ ხოლმე მაგ დროს. საით უნდა მიმართოთ, მოდი თქვენი ენერგეტიკა, რომ ეს ყველაფერი აკიხდეთ და ძალიან მალე შეხვდეთ თქვენ მეორე ნახევარს. ჯერჯერობით მარტო კიდევ მაღალი არკანი ამოდის, აჩენიკი არის მეცხრე მაღალი არკანი, ეს არის ბრძენი ადამიანი თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით ბრძანდებით ამ კარტის მიხედვით ძალიან შეიძლება ასკეზა გიყვართ, ლოცვა გიყვართ, მარტოობა გიყვართ, თქვენ თავში სიბრძნის გამოვლინება და სწავლა თქვენი სიბრძნის, თქვენი თავის ემოციების შეგრძნებები, თქვენი თავის უკეთ შეცნობის მომენტები, მარტოობა, შეიძლება ბნელ ოთახში ფიქრი გიყვართ ან ღამღამობით დაწოლისას ძალიან ბევრს ემოციურად თქვენ თავთან საუბარი და ასკეზა, საკუთარის დავის დასჯაც, საკუთარ თავში გამხელაც იმ გულის კუნჭულში რა შეცდომები მაქვს და რა მინდა რომ მომიხდეს მომავალში, ჯერჯერობით აი ამ გათვითცნობიერების მომენტი აუცილებლად გჭირდება და ეს მარტოობა უნდა გამოიყენოთ თქვენი თავის კარგად შესაძნობად თუ კარტი გეუბნებათ, დამზე მაღალი არკანი. 19 მაღალი არკანი ეს არის ყველაფერს რომ გაანალიზებთ და მიხვდებით, ვინ გჭირდებათ, როგორ გჭირდებათ, თქვენ რა პიროვნება ხართ და რისი ღირსი ხართ ამ ქვეყნად თქვენი მეორე ნახევრისგან, არა მხოლოდ სიყვარული რომ თქვენ გასცეთ და კისერი მიუშვიროთ და გამოგღადრონ, ასე ვთქვათ და გაგიმეტონ და გიღალატონ, არამედ თქვენ ხართ სითბოს და სიყვარულის მიმცემი ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს კიდევაც თავის მეორე ნახევრისგან ეს მზე, ეს სითბო, ეს სიხალის, ეს ზაფხული ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე დასვენება გჭირდებათ, გამოძინებათ შეიძლება
შეიძლება შვებულების აღება და დასვენება ამ ხრივ იყოს ნათქვამი, შეიძლება რაღაცა პაუზა გჭირდებათ ყველა ვარიანტში თქვენ თავთან მარტო დასარჩენად და გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი თავის კარგად შესაძნობად და ასე ვთქვათ ნეგატივ ზენო ჩაიციკლებით თქვენი პიროვნება მოვა აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში რა გზით ეს ჯერ საიდუმლოა კიდევ ერთი მაღალი არკანი ამოვიდა ქურუმი ქალი ასე ქვია ქართულად მაგრამ შრიც არის რაც მე ძალიან მომწონს რუსული სიტყვით უფრო კარგად აღექმება საიდუმლოა ჯერჯერობით მაგრამ მოვა